პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი მუშაობისთვის საკანონმდებლო გარანტიები უნდა გააძლიეროს. ასეთია დემოკრატიის ინდექსის საქართველოს რეკომენდაცია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებული მექანიზმი შეიქმნა სამართალდამცველების და საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოსაძიებლად და დამნაშავეთა დაუსჯელობის მრავალწლიანი პრობლემის აღმოსაფხვრელად. სამსახური შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიდი ძალისხმევის და სახალხო დამცველის საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად. ის ხლის სამართლის სფეროში პოლიტიკური ჩარეების და მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრისთვის. რა ხარვეზები და გამოწვევებია სამსახურის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის გზაზე. ეკატერინე ციმაკურიძე დემოკრატიის ინდექსის საქართველოს ხელმძღვანელი ჩაგვაყენებს საქმის კურსში. ეკადილა მშვიდობის. მშვიდობის, მოგესალმებით. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ჩააბარა, ასე თქვათ, ანგარიში პარლამენტს. გუშინ იყო ხო თუ არ ვწდები ამ ანგარიშის განხილვა შესაბამისად, რა ტიპის ხარვეზები გამოიკვეთა დასაწყისში რომ ვახსენოთ ინსპექტორის მუშაობის შედეგების სტატისტიკა თუ გვაქვს ერთი წლის განმავლობაში. ეს მარგასულა ხო? ხო, რეალურად ძალიან მცირე დრო არის გასული და განსაკუთრებით საკითხი ეხება გასული წლის 2 თვის მონაცემებს, იმიტომ რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ის ფუნქცია, რომელიც საგამოძიებო მიმართულებას უკავშირდება, ვიცით რომ აქვს ასევე პერსონალ მონაცემების დაცვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, თუმცა სამართალდამცავი სისტემაში დანაშაულების ჩადენის გამოძიების ფუნქცია ინსპექტორის სამსახურში ამოქმედდა გასული წლის ნოემბერში და პრაქტიკულად ეს ანგარიში მოიცავს ნოემბერ-დეკემბრის მონაცემებს, თუმცა ჩვენ ამის შემდეგ პერიოდიც შევისწავლეთ და პრინციპში სტატისტიკური მონაცემების კუთხით უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, რთულია რაიმე 2 თვის მონაცემებზე დაყრდნობით რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს სამსახური, თუმცა როგორც სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშიც არის მითითებული და აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ ესეთი გამოწვევების წინაშე ინსპექტორი დადგებოდა ჩვენი საკანონმდებლო რეალობიდან გამომდინარე, იკვეთება სულ მცირე 2 მიმართულებით ინსპექტორის სამსახურის გაძლიერების საჭიროება იმისთვის, რომ ეს სამსახური ეფექტიანად გაუმკლავდეს ამ რთულ ამოცანებს. ეს არის პირველ რიგში მოწმეთა თანამშრომლობა სამსახურთან, მოწმეების დაზარალებულების თუ ბრალდებულის რიგ შემთხვევებში თანამშრომლობა ამ სამსახურთან არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის და მეორე მიმართულება არის დროულობა ამ გამოძიების, ხო? ანუ ეს სამსახური იმისთვის შეიქმნა, რომ ზუსტადაც დროულად და სრულყოფილად ყოფილიყო გამოძიებული ეს დანაშაულები, პოლიციელების მხრიდან ჩადენილი მაგალითად და სხვა მოწყობებში მომხდარი დანაშაულები, რომელთა გამოძიება და დანაშაულთა დაუშალება მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში, თქო, სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი ან სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში იზრდება გარკვეული რისკები, რომ თქვათ მოწმეებთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს გარკვეული ფსიქოლოგიური ან არ ვიცი ფიზიკური ზემოქმედება. აქედან გამომდინარე, რა ტიპის ასე თქვათ ცვლილებები უნდა იყოს კანონში? თქვენ გქონდათ საკანონმდებლო ინიციატივა წინადადება, რომელიც მოიცავდა, რომ მოწმეთა დაცვის უზრუნველსაყოფად მიეცეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გარკვეული ბერკეტები და უფლებამოსილებები, მაგრამ ეს უარყოფითი დასკვნა დაიდო ამ წინადადებას დაკავშირებით. რა არგუმენტები ქონდა ამ შემთხვევაში პარლამენტის შესაბამის კომიტეტს? საზოგადოებას ახსოვს, რომ არასრულწლოვნის თვითმკვლელობის საქმეზე, როდესაც გამომძიებელი ჩოლოიანი იქნა მიცემული პასუხისგებაში, ჩვენ მაშინაც დავინახეთ, როგორც ვაკვირდებოდით ამ გამოძიების მიმდინარეობას, რა თქმა უნდა, გარედან ახლა მასალებზე წვემა არ გქონია, ცხადია, მაგრამ მაშინვე გამოიკვეთა, რომ პრობლემა იქნებოდა მოწმეების თანამშრომლობა და ჩვენებების სრულყოფილად მიცემა ინსპექტორის სამსახურისთვის, ამიტომ მიუმართეთ პარლამენტს და ინსპექტორის სამსახურსაც ამ წინადადებით, რომ ინსპექტორის სამსახური აღჭურვილი ყოფილიყო ამ უფლებამოსილებით, რომ თავად ჰქონოდა შესაძლებლობა დაეცვა, მიეღო მოწმის დაცვის პროცესის მონაწილეების დაცვის ღონისძიებები. დღეს ამ ასეთი ღონისძიებების, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკურ დაცვას, ისე პირადი ცხოვრების დაცვას ამ ასეთი ადამიანებისა, ეს ფუნქცია აქვს გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი, ხოლო ახსრულებას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ თვითონ შინაგან საქმეთა
საქმეთა სამინისტროს ან პროკურატურის სისტემაში მომხდარ დანაშაულებზე, ამ შემთხვევაში მოწმეებზე ზემოქმედების რისკი და მათი უფრო მაღალია და მათი უსაფრთხოების დაცვის საჭიროება რა თქმა უნდა ცალსახა არის. ამიტომ ერთი მნიშვნელოვანი რაც უნდა გაკეთდეს არის რომ ინსპექტორს მიეცეს ეს უფლებამოსილება. ჩვენი წინადადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ჯერ კიდევ თებერვალში წარვადგინეთ, ეს ცოტა მოგვიანებით იყო განხილული და ძალიან მიკვირს, მაგრამ საკმაოდ დაუსაბუთებელი პასუხი მივიღეთ, რომ არ არსებობს დღეს საჭიროება, თითქოს ესეთი პასუხი იყო, რომ ეს ცვლილებები იყოს განხორციელებული, თუმცა ეს პასუხი ეს დასკვნა კომიტეტისა, რომ თითქოს არ არის ამის საჭიროება, ესეთი ცვლილებების განხორციელების არ ეფუძნებოდა თავად ინსპექტორისგან მიღებულ ინფორმაციას. ხო, ჩვენ ვიცით, რომ ინსპექტორისთვის მოსაზრება, რომ პრაქტიკაში რა პრობლემა აქვს მოწმეებთან თანამშრომლობის კუთხით, არ უკითხავს პარლამენტს. რატომზე არ იყო პასუხი, რატომ არ არის დღეს საჭიროება ინსპექტორის აპარატისთვის არ იყო ნაკითხი და დასკვნა და სამართლებრივად სხვა მხრივად ექსპერტიზის ნაწილიც რომ მოვასწროთ, აქაც მნიშვნელოვანია თქვა დრო, აქაც მნიშვნელოვანია რამდენად ასე ვთქვათ ხარისხიან ატარდება ექსპერტიზა, იმიტომ რომ გამოძიების პროცესში ეს ასე ვთქვათ მტკიცებულებები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასამართლოს მათ შორის. რა ხდება ექსპერტიზის ნაწილში, რატომ არის ხარვეზები და რა არის გამოსასწორებელი? ექსპერტიზა ზოგადადაც პრობლემა არის და მე მგონი ვისაც აქვს შემხებლობა საქმეების გამოძიებასთან და სასამართლო პროცესებთან ყველა იტყვის რომ ექსპერტიზები ხშირად ჭიანურდება. იგივე პრობლემა არის აქაც და ინსპექტორის ანგარიშმა ეს გამოკვეთა. ძალიან კარგია სხვათა შორის ესეც უნდა აღინიშნოს რომ ინსპექტორი დაუფარავად ასე ვთქვათ საუბრობს ყველა ამ პრობლემაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ ამ პრობლემებზე რეაგირების კუთხით. სამედიცინო ექსპერტიზები არის ჩვეულებრივად ძალიან ხშირად გამოყენებადი საგამოძიებო მოქმედება ინსპექტორის სამსახურისთვის, იმიტომ რომ ჩვენ აქ საუბრობთ სწორედ ძალადობრივ დანაშაულებზე, სადაც უნდა დაფიქსირდეს ძალადობის კვალი და სიმძიმე და ასე შემდეგ და ეს არის გადამწყვეტი ხშირად გამოძიების ეფექტურად წარმართვისთვის. ამიტომ ინსპექტორის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან გაჭიანურებები, რომელიც შეიძლება ობიექტური მიზეზებითაც იყოს გამოწვეული, ხომ? არ ვიცი რესურსების არასაკმარისობა თუ ბიუჯეტის ნაკლებობა თუ ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ჭირდება მოგვარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელიც ზუსტად იგივე არაეფექტურობით გამოიძიებს ამ დანაშაულებს, რომლებსაც როგორი არაეფექტურობითაც ეს დანაშაულები, ამ დანაშაულების გამოძიება მიმდინარეობდა პროკურატურის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, როდესაც მათ ჰქონდათ ეს კომპეტენცია. ძალიან მოკლედ ისიც უნდა ვთქვათ მოწმეთა თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომ ერთია ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა მოწმეების, რაზეც ვისაუბრეთ, რომ საკანონმდებლო წინადადებაც ჰქონდა წარდგენილი და მეორე არის თვითონ სამართალდამცავ სისტემაში დღემდე არ არის შექმნილი მხილების და მამხილებლის დაცვის მექანიზმები. ეს მექანიზმი ხელს უწყობს თვითონ სისტემაში დასაქმებული ადამიანების დაცვას ზემოქმედებისაგან, ანგარიშწორებისაგან, სამსახურიდან რომ არ იყვნენ განთავისუფლებული ან თვითონ სამსახურში შიგნით, მათზე არ მოხდეს რაიმე სხვა ტიპის ზემოქმედება იმისთვის, რომ მათ არ მისცენ დაუშვათ საგამოძიებო ორგანოს ჩვენება და ასე შემდეგ. ამიტომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან არის კანონით გათვალისწინებული, რომ ესეთი მექანიზმი უნდა შეიქმნას სამართალდამცავ სისტემაში, თუმცა დღემდე ეს არის პარლამენტის პრეროგატივა და დღემდე ეს არ არის განხორციელებული. ეს დაეხმარებოდა სხვათა შორის იმ საკითხზე რეაგირებასაც, იმ პრობლემის აღმოფხვრასაც, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშიც არის საუბარი, რომ ჩვენების არ მიცემა ხშირად საკუთარი კოლეგის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა რთული პროცესია, არის მენტალური პრობლემაც სისტემაში და ამ კუთხითაც მუშაობს. მადლობა, ეკა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე დროა გასული, კარგია რომ რაღაც პრობლემების ნაწილი არის იდენტიფიცირებული, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი ამაზე საუბრობს და მნიშვნელოვანია რომ ახლავე დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარება, რომ ეფექტიანობა გაიზარდოს. ეკატერინე ციმაკურიძე, დემოკრატიის ინდექსის საქართველოს ხელმძღვანელი იყო, საქმის პირდაპირ ეთერში.